დღეს მე ვარ ერთ-ერთ ყველაზე საშიშ კანალიზაციის გვირაბში, რომელიც ოდესმე გამომიკლევია ამ აქზე. ეს კანალიზაცია იმდენად დიდია, რომ მისი ზოგიერთი ნაწილი ჯერაც არავის გამოუკლევია. დღეს ყველაფერს გავაკეთეთ იმისთვის, რომ გამოვიკვლიოთ ეს კანალიზაცია და ვნახოთ რა უცნაურ რამეებს გადავაცხლებით. და სამწუხაროდ, ჩემთვის მე ერთადერთი არ ვარ, ვისაც უყვარს კანალიზაციაში ყოფნა. ლაპარაკობენ, რომ აქ ქვემოთ მთელი სატანისტური სექტა ცხოვრობს. ასე რომ ვეცადოთ დღეს მათ არ გადავეყაროთ. იმიტომ რომ თუ ვინმეს გადავეყარე აქ, ჩემი საქმე წასულია. ამ თელ გვირაბის სისტემაში მხოლოდ ერთი შესასვლელი და ერთი გამოსასვლელია. ასე რომ თუ რამე მოხდება, ყველაფერი დასრულებულია. გაქცევის ადგილი არ მაქვს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოდი ვნახოთ რა იმალება ამერიკის ყველაზე დიდ კანალიზაციის სისტემაში. ბნელ გვირაბებში შესვლისას არ მოგატყუეთ, საკმაოდ მერვილობდი. არა მხოლოდ იმის გამო, რას გადავაწყდებოდი, არამედ კიდევ უფრო მეტად იმის გამო, ვის გადავაწყდებოდი. კარგით, მეგობრებო, ეს ადგილი მართლა საშიშია და ახლა შეიძლება საუკეთესო დრო არ იყოს ამის სათქმელად, მაგრამ სიმართლე რომ ვითხრათ, სიბნელის მეშინია. რა იყო ეს? ვიღაცამ დაიხვირა. რას გადავაწყდი ახლა? აქ ჯერ 5 წუთიც არ ვართ. ეს რაღაც საშინელებათა ფილმიდანაა. რატომ არის აქ ბავშვების სათამაშოები? ჩვენ კანალიზაციაში დაახლოებით 1000 ფუთი გვაქვს გავლილი და ეს პირველი რამაა, რაც შეგხვდა. რა? ნახე, კიდევ ერთია. რა ჯანდაბა? ღმერთო ჩემო ბიჭებო. ეს ალბათ ყველაზე შენზარავი რამაა, რაც ბოლო დროს მინახავს. და ეს რა არის? რა? შეხედეთ მის სახეს. ღმერთო ჩემო, ეს ძალიან შემზარავია, ეს რა ჯანდაბა? კი, ანუ ეს აც კი არის ისეთი შემზარავი, როგორც უბრალოდ შემაშფოთებენი. რატო არის ეს აქ ქვემოთ? იმდენი კითხვა მაქვს. ნეტავ ბავშვები თამაშობენ აქ ქვემოთ? ხო, მგონი ერთადერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის გავაგზავნოთ ძიება და ვნახოთ კიდევ რა არის აქ. ეს რა იყო? აბსოლუტურად არა. ღმერთო ჩემო, ბიჭებო. კარგი, ასე რომ შეიძლება აქ კიდევ ვინმე იყოს, ან არ იყოს. ეს კვალი იყო. ეს ჩემი კვალი არ იყო ბიჭებო. აქ კიდევ ვიღაცაა ჩვენთან ერთად. ჰეი, არის ვინმე? ვინმე არის? თუ აქ ვინმეა, იცოდეთ რომ კარატეში ვარ გაწვრთნილი. არა, არ ვარ. მე გცენთ. ვაუ, მოიცადე. რა ხდება? ღმერთო ჩემო, რა ვიპოვე ახლა? კარგი, ეს მოულოდნელია. ეს რა არის? ბასრია. რა ხდება? არ ველოდი რომ ესეთი ბასრი იქნებოდა. კარგი, გვაქვს საიდუმლო ნივთი უცნობი წარმოშობის და ეს ნივთი კანალიზაციაში არ უნდა იყოს. თუ ვინმე მიცის ეს რა არის, კომენტარებში მომწერეთ, რადგან არ მოგაყოვებთ. ეს შეიძლება ყველაზე გიჟური იარაღია, რაც კი ოდესმე მიპოვია. ანუ მგონი იარაღია. შეხედეთ ამ პირას. ან მთლიანად წვერიდან ბოლომდე ბასრია. ეს უზარმაზარი დანა არის. ეს ხომ არ არის ის, რასაც სიკვდილის მომკელი ატარებს. აი რა ქვია ამას? დიდი სულების მომკელები. ალბათ ასე არ ქვია, მაგრამ მე ასე დავძახებ. ჰეი, რაიმე კონკრეტული მიზეზია, რატომ მივდივარ ხმაურის წყაროსკენ? იმიტომ რომ მე სულების მომკელი მაქვს და მათ არა. შეხედეთ ამ გვირაბს, ბიკებო, მგონი აქ უნდა ავიდეთ. ძალიან მაგრად გამოიყურება, ძალიან შორს მიდის. მგონია, ვინც აქ ქვემოთ არის, ალბათ აქ არ შევა. ასე რომ ეს შეიძლება ყველაზე უსაფრთხო ადგილი იყოს ამ მომენტში. კარგი ბიჭებო, ვცადოთ. როგორ ჩანს, სულების მოსავლის მომკელს აფტოვებთ. აქ ისეთი სიბინძურია. მოდი. ძალიან სუკანი მარ. მოდი, კიდევ რამდენიმე ასეული ფუტი დაგვრჩა გასავლელი. ღმერთო, ეს ცალი ისეთი ლიპლიპაა, ისეთი ცუდი სუნი აქვს, ღმერთო ჩემო, ვგრძნობ როგორ მენთურევა ნეკნები, მგონი გამობდის ბიჭებო. მას შემდეგ რაც გავცოცე უსასრულო გვირაბში, თავი აღმოაჩინე დიდ დარბაზში, რომელიც ჯერ არ შეგვესწავლა. თუმცა ცოტაც და მალე ძალიან ვინენებდი, რომ ეს გვირაბი ავერჩიე. კარგი, ახლა კანალიზაციის სრულიად ახალ ნაწილში ვართ და არ მოგატყუებთ. საერთოდ არ ვიცი სად ვართ ამ წუთას, მაგრამ მგონი მალე გავიგებთ. ვაუ, ეგ მართლა ის ჭერია? გონი კანალიზაციის შუაში ჭერი ვიპოვეთ. მოდი ვნახოთ სად მინის. ასად, მაგრამ გეტყვი რას გეტყვი. მინდა ვნახო ვინმე გაბედოს და ამ იარაღით მომიახლოვდეს. ისე მძიმეა. ეს ველოსიპედის ჩაფუტია. ნახეთ ბიჭებო, ჩვენ გვაქვს ბ. არა, ეს რა ჯანდაბაა? ბიჭებო, ეს რა უბედურებაა? ეს ხუმრობა უნდა იყოს. არ არსებობს. ვიღაცამ უბრალოდ ნაჯახი ჩაარჭო ბავშვის ველოსიპედის ჩაფხუჩი. მართლა ძალიან შემზარავად გამოიყურება. მგონი არასდროს არაფერი მსგავსი არ მიპოვია. ეგ უბრალოდ ეგ იქაა ჩამანხული. მგონი ვერც კი შევძლებ, მგონი ვერც კი ამოვიღებ.
არა, რა იქნება თუ ეს ხუმრობა არ არის? რა თქმა უნდა ეს ხუმრობაა. რატო უნდა იყოს ნაჯახი პატარა ბავშვის ველოსიპედის ჩაფხუთში? ანუ ეს უბრალოდ ეს სიგიჟეა. ძალიან გიჟურია რომ რეალური იყოს. ანუ იმედია. ანუ ეს ნამდვილი ნაჯახია. ეს მთლად კარგი არ არის, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, უბრალოდ ცდილობენ შეგვაშინონ. ეს ფილმის რეკვიზიტი ვიქაა. კარგი, რამდენადაც ეს ყველაფერი საშიში და შესაძლოა ავის მომასწავლებელია, გავაგზავნოთ გზა და ვნახოთ კიდევ რა არის აქ ქვემოთ. ვა, რას ხედავთ აქ? თითქოს პატარა განშტოებული გვირაბია. რაღაც არის იქ უკან. შეხედე ამას. თითქოს პატარა წითელი რაღაცა. არ ვიცი ეს რა არის, მაგრამ მგონი მომიწევს შეუძრო ეს შიგნით და გავიგო, არა? ღმერთო ჩემო, ბიჭებო, საშინლად ხარს. გზნობ, როგორ გამოდის ამ გვირაბიდან ცხელი ხაერი, ცხელი კანალიზაციის ხაერი. კარგი, მგონი დრო შევიდე ამ საზიზღარ კანალიზაციის გვირაბში. ბიჭებო, ვაუ, რა საშინელებაა, რა თბილია. რატომ არის თბილი? შეხედეთ ამას. კაცო, ნერფის სათამაშო იარაღი გვაქვს, ბიჭებო. რა მაგარია. პატარა ნერფის სნაიპერის თოფივითაა. ჯერ კიდევ მუშაობს. ღმერთო ჩემო, მართლა მუშაობს. რამდენჯერ მიპოვია ნერფის იარაღები კანალიზაციაში, ბინალიზაციაში, ბიჭებო. ეს უკვე მეათე ხდება, რა მაგარია. წინა მხარეს თითქოს გველი აქვს გამოსახული. ეს რა იყო? აქ კიდევ ვიმეა. ჰეი, არის ვინმე? ეს რა ჯანდაბა იყო? ბიჭებო, არ ვიცი, მაგრამ აქ რომ შემოვედით, უცნაურ ხმებს ვისმენ. გონია რომ აქ ვიღაცა არის. მოდით გავიდეთ აქენა. ბიჭებო, ცოტა მეშინია. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ამ გვირაბებში უცნაური ხმები გავიგონეთ. და გაითვალისწინეთ, მიწისქვეშ დაახლოებით 1 მილი ვართ. მაგ არავინ უნდა იყოს. ნელ-ნელა მგონია რომ ჩორები თითქოს აქ კულტი იყოს. შეიძლება მხოლოდ ჩორები არ იყოს. უკვე დაახლოებით 1 მილი ვიარე და ახლა რაღაც ძალიან მაგარს გადავაცვლით. შეხედეთ ამას. ეს არის სრული ზომის მორი, რომელიც ჩერშია გაჩენილი. ეს რაღაც ალბათ 200 ფუნტს იწონის. ნახე, რა მერყევია ეგ რაღაცა. ღმერთო ჩემო, რომ არ გამეფრთხილებინა თავი, ეგ რაღაც შეიძლებოდა გამესრესა. ღმერთო ჩემო, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ეს გვირაბები ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე წარმოიდგენდი. შეიძლება მიწისქვეშ 1 მილის სიღრმეზე ჩამოვარდვილმა მორებმა გაგსრესონ. ვინ იფიქრებდა ამას? გვირაბებში უფრო და უფრო ღრმად სიბნელეში ჩასვლისას დიდხანს არ დამჭირდა, რომ შემდეგი საოცარი აღმოჩენა გამეკეთებინა. არა. ეს ხუმრობაა. თქვენ მეხუმრებით. ეხლახან ამ პატარა გვირაბთან მივედი და შიგნით თავის ქალა. მოიცა, ნეტამ ნამდვილია. არ არსებობს რომ ნამდვილი იყოს. ეს ნამდვილი დვილი თავის ქალა არ არის, თუმცა უნდა ვთქვა, ძალიან რეალურად გამოიყურება. მოიცადეთ. შეიძლება ხელის შეყოფა თავიდან უნდა გადავიფიქრო. მოდი ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამ ჯოხის გადადებას. შემიძლია? არა, ვერც კი ვწდები. შორს? მიდი, ღმერთო. წადი აქედან. სინამდვილეში ცოტა ნერვიულობაც მაქვს, ბიგებო. თავიდან მეგონა რომ ეს ხუმრობა იყო, მაგრამ ეს რაღაც ნამდვილი ადამიანის თავის ქალას გავს. ალბათ თავად მომიწევს გავიგო. ისეც რეალურია შეხებითაც. რა ჯანდაბაა? ღმერთო ჩემო, კარგი, არ ვიცი ეს ნამდვილია თუ არა, ბიჭებო. არა, არ არსებობს რომ ეს ნამდვილი იყოს, მოიცადეთ. არა, ეს ალბათ კადავრის თავის ქალა ან რაღაც მსგავსი. ეს ძალიან საშიშია. შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, რატო არის ეს კანალიზაციაში, მით უმეტეს რომანეხაც გვირაბში შემალული. ეს უბრალოდ არა, უბრალოდ გადახრილია. არა. ამან კიდევ უფრო შემზარავი გახადა ყველაფერი. არ მოგატყუებთ. ეს აუცილებლად დაკავშირებულია აქაურ სექტასთან, ბიჭებო. არავინ მოიტანს ადამიანის ნეშტს კანალიზაციის გვირაბში უბრალოდ ასე. არ ვარ კარგად, მაგრამ მგონი უნდა გავაგზავნოთ. იცით ბიჭებო, მიუხედავად იმისა, რამდენად შემზარავია ეს ადგილი ნაჯახებით და თავის ქალით, ძალიან მიხარია რომ აქ ჯერ კიდევ არავინ შეხვედრია. თუ აქ ვინმეს დავინახავ, რომელიც ხალათი დგას, გაქცევის ადგილი არ მაქვს. სრულიად ჩაკეტილი ვარ. ვა, ეს ნამდვილად არ უნდა იყოს აქ. ღმერთო, ეს რაღაცა ხუთს გავს. უი! სუნი აქვს. არ ვიცი, შიგნით საჭმელია თუ არა, მაგრამ წყლიდან ავიღე და მაშინვე ელბობის სუნი ვიგძენი. ეს საზიზღრობა. შეგიძლია მიხდე, რომ ეს დიდხანს არ ყოფილა წყალში. სრულიად სუფთაა წყალ მცენარეებისგან. ღმერთო ჩემო, ისეთ სუდად ყარს, ვერც კი ვლაპარაკობ ამაზე. კარგი ბიჭებო, ამას ავწევთ. ღმერთო ჩემო, ისეთ სუდად ყარს. რა შეიძლება იყოს აქ? ვი, თქვენს გესმით ეს ხმა? ღმერთო ჩემო, ისეთი ხმაა, თითქოს რაღაც არის აქ და ხელშიც ასე იგზნობა. ამას რაღაც სიმძიმე აქვს. ბოდიში ამ სუმს ვერ ვიტან.
ღმერთო ჩემო ბიჭებო, აქ საშინელი სუნია. ესაც კი არის კანალიზაციის სუნი. ეს ისეა, რაც ამ ყუთშია. კარგი გთხოვთ, ნუ იქნება ვიღაცის გაფუჭებული სადილი. ესი უნდა გაავო? ღმერთო ჩემო, ეს რა ბევრი დანაა რა? ძმაო, არ არსებობს. ნახე რამდენი დანა, ჯერ კიდევ გამოდის. ნახე რამდენი დანა იყო იმ სადილის ყუთში. აქ დაახლოებით 15-ია და კიდევ არის. ხო, ეს მთლად კარგი არაა და საშინლად კარს. ეს ღმერთო ჩემო ბიჭებო, ვისურვებდი რომ შეგეძლოთ გეგზნათ რამდენად სუდად ყარს ეს. სინამდვილეში არ მინდა, მაგრამ უბრალოდ წარმოიდგინეთ ძალიან ცუდი სუნი. და არც ერთზე ჟანგი არ არის. ყველა იდეალურ მდგომარეობაშია. ეს აქ დიდხანს არ ყოფილა. ალბათ რამდენიმე დღეა. ჩაოლები, როცა კანალიზაციაში რამეს პოულობ, ჟანგით და წყალმცენარეებით არის დაფარული, მაგრამ არა, ესენი იდეალურ მდგომარეობაშია. როგორ ფიქრობთ, რა შანსია რომ ეს ნივთები აქ სექტამ დატოვა? ანუ თქვენთვის ეს სატანისტურს არ გავს? ყუთში ჩაწყობილი დანების მთელი გროვა, ეს ჩვეულებრივი ხალხის ნივთები არ არის. და აქედან ალბათ 1000 ფუტის მოშორებით თავის ქალაც ვიპოვე. მგონი მოდი ნახოთ კიდევ რამე ხო არ არის ახლო-მახლო, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის კარგი ამბავი. რაც უფრო ღრმად შევდიოდი ამ გვირაბებში, მით უფრო აუხსნელი რაღაცები მხდებოდა და მალე ვიპოვე რაღაც, რაც საბოლოოდ გამინადგურებდა იმ მცირე უსაფრთხოების შეგრძნებასაც კი, რაც კიდევ მქონდა. ვა, რა ხდება აქ? What? ღმერთო ჩემო. ეს ყველაფერი რა არის? რა გვაქვს აქ რა? ღმერთო ჩემო, ეს რა ნივთებია? აქ დაფაა, რომელზეც ასოები და რიცხვებია. ჯუვიმე მიცის ეს რა არის? კომენტარებში დამიწერეთ. მსგავსი რამ არასდროს მინახავს. საშინლად კარს. ხო, კიდევ გვაქვს, არ ვიცი ეს რა არის, აგურების გროვა და სლიზიანია. ეს რა არის? ეს არის ნეხვი. მგონი ეს ნეხვია, რა? კი, კანალიზაციაში ვართ. ხო, მართალი ხარ. არ უნდა ვეხებოდე უცნობ ყავისფერ ნივთებს. შეხედე ამას, აქ კიდევ ტყვია, ეს საკმაოდ საინტერესოა. ეს არის გაუსროლელი შაშხანის ტყვია. არ ვიცი აქ რა საკეთებს, მაგრამ საინტერესოა. უბრალოდ ძალიან დაბნეული ვარ, რა დანიშნულება აქვს აქ ამ ყველაფერს. თუ რომელიმე თქვენგანი აწყობს სურათს, რომელიც მე გამომრჩა, კომენტარებში შემატყობინეთ, იმიტომ რომ უბრალოდ ვერ ვხვდები, რა არის ეს ყველაფერი. გულისხმობ, ეს ყველაფერი ძალიან დემონურს გავს, მაგრამ პირდაპირ ვერ გავალ აქედან. ასე რომ გავაგრძელოთ სვლა და ვნახოთ კიდევ რა არის აქ. ვაუ, ეს დანა ხომ არ არის? ორი დანა არის. ღმერთო, ესენი ისე საშიშად გამოიყურება. ძმაო, ესენი სატანური უნდა იყოს. შეხედე ამ პირებს. ღამურები აქვთ გამოსახული. დაცმუნებული ვარ, ორივე ერთნაირია. ესენი უბრალოდ ერთმანეთის პატარა ვერსიებია. ეს სიგიჟეა. არ მოგატყუებ, მართლა მინდა ესენი შევინახო. გულისხმობ, თუ ესენი ადამიანთა მსხვერპლ შეწინვაში არ გამოუყენებიათ, შევინახავდი. ძალიან მაგრად გამოიყურება. ისი იმ უცნაურ სამსხვერპლოსთან არც ისე შორს ვარ. ფიქრობ, იქნებ ესენი იქ იყო და ჩამოიცურა აქამდე. არ ვიცი, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესოა. საშიშია, მაგრამ საინტერესო. ბიჭებო, ეს რა არის? ეს ლამპარია? მგონი კი. ეს ძველი ლამპარია, რომელიც კენდელზე კიდია. ეს ნივთი უძველესია და არც ისაა, რასაც კანალიზაციის შუაგულში ველოდი. მაგრამ ბიჭებო, არ მოგატყუებთ. რაც უფრო მეც ფიქრობ ამაზე, მით უფრო საშიში ხდება. დაფიქრდით. რას აწარმოებს ლამპარი? სინათლეს. ვინ იყენებს სინათლეს? ადამიანები. სად ვართ? გვირაბში, სადაც ადამიანები არ უნდა იყვნენ. ხვდებით რას გულისხმობ? შესაძლოა აქ ადამიანები არიან? ეს რაღაცით ამტკიცებს, რომ აქ ადამიანები არიან. კარგი, ამას ისე ვიქ დავკიდე. რაც ვიგულისხმე არის ის, რომ ამას სწორედ იქ დავტოვებთ. რამდენიმე საათის განმავლობაში უსასრულოდ ვსეირნობდი ცელ გვირაბებში. და თავი არ მოვაჩინე დიდ აგურით მოპირკეთებულ ოთახში, რომელიც არასდროს მენახა. მეც კი ვიფიქრებდი, რომ ამ ოთახში დღეს ხესლაზე უცველაზე უცნაურ ამებს ვიპოვიდი. ბიჭებო, ამ გვირაბში დაახლოებით 200 ფუტს ცოცავდით და მგონი გამოსასვლელს ვხედავ. შეიძლება უფრო დიდ ოთახში გადიოდეს. წყლის დინების ხმა ისმის. ასე რომ მგონია აქედან გამოდის. თუ ცოტა უფრო შევძელი და შევძვერი, თითქმის მივედით ბიჭებო. ყველა ძვალს ვინტრევ. აქ არის ოთახი. ღმერთო, რა დიდია! ეს უზარმაზარი ღიობივითაა. აქ იმდენი კარია. ისეთი ცივა. ღმერთო ჩემო. ვაუ! ღმერთო ჩემო, ეს არც კი შემიმჩნევია. ვაუ, აქ რაღაც საკურთხეველია. რა? ეს რა არის? ეს კანალიზაციის შუაში დიდი ავეჯივით რაღაცაა.
შეხედე ანჯამებს. მგონი ეს ყუთია, დიდი ყუთიან სკიური, ძალიან მძიმეა. მოდი. აუი სოქროსფერი რაღაც რა არის, რაც გამოშვერია. ეს აცკი შემიმჩნევია. მოიცა რა? ეს ძალიან კარგი კითხვაა. ეს რა ჯანდაბა? მსგავსი რამ არასდროს მინახავს. მოიცადე, მოდი. ხო ეს დანა არის, ბიჭებო, შეხედეთ ამას. ეს პირია რაღაცა რიტუალური ხანჯლის მსგავსი. და ეს რაღაც ჯადოქრობის ნივთშია ჩარჭობილი, რომელიც სქემა და სამსხვერპლოა. არ ვიცი ეს რა არის. კარგი, უბრალოდ დავდებთ ამათ. და მინდა ეს ყუთი ცოტა უფრო კარგად გამოვიკლეო, რადგან შეიძლება აქ რაღაც სიგიჟე იყოს. ვგულისხმობ იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც დღეს აქ ვიპოვეთ, ვინ იცის რა შეიძლება იყოს ამ ყუთში. აუ! რაღაცას ფეხი დავარტყი. რა? ამას ფეხი დავარტყი. თქვენ ნახეთ ეს? მგონი ეს დანა იყო, მოიცადეთ, სად წავიდა. ეს დანა მოიცადე, სად წავიდა. ღმერთო ჩემო, ბიკებო, ეს დანა არა, ეს ხმალია, სრული ხმალი. ძმაო, ეს სიგიჟეა, ეს ნამდვილი ხმალია. მგონი ბუდეშია. შეგვიძლია, უნდა გააღოთ, უბრალოდ შეგიძლია ამოიღო. ნახეთ ეს ბიჭებო, ღმერთო ჩემო. არ არსებობს, ეს კიდეც ბასრია, ეს ნამდვილია, ეს 100%-ით ნამდვილი ხმალია. შეხედე ამას, როგორ ფიქრობ, რამდენი წლისაა? ძველივით გამოიყურება. ეს შეიძლება იყოს მე-18 ან მე-19 საუკუნიდან. და ეს ნამდვილი ხმალია, ბიჭებო, ეს სათამაშო არ არის, ეს ნამდვილი რაინდის ხმალია, ან რაღაც მსგავსი. ეს ალბათ აქ უფრო დიდხანს იყო ვიდრე ეს 5. ანუ შეხედე რა ჟანგიანია ეს პირი. კაცო ამას 100%-ით სახში წავიღებ. ეს ძალიან მაგარია, მაგრამ მოდი ეს გადავსწროთ და ეს 5 ცოტა უფრო დავათვალიეროს, რადგან ჯერ კიდევ არ გაგვიხია. ნახოთ, შემძლეთ თუ არა მისი აწევას. ღმერთო ჩემო, ძალიან მძიმეა. არა, ძლივს ძრავამ რაღაცას, ბიჭებო. აგი, შეიძლება ცოტა ხმამაღლა ვლაპარაკოთ, არ მინდა რომ აქ დამინახოთ. წამოდი. ღმერთო, ფეხს მიჭერს. ეს რაღაც ალბათ 400 ფუნტს იწონის და ყველაფერი ჩემს ფეხზე იყო. ღმერთო, როგორ მტკივა? მგონი შიგნით არაფერია. შეგვიძლია ვცადოთ და გავხსნათ? მგონი ესაა საკეთი. როგორ აკეთებ ამას? უნდა დაატრიალო. ეთი გავხსენით. მგონი უკვე გახსნილია. შეიძლება ღია, ბიჭებო. არ ვიცი, მოდი ნახოთ. შეგვიძლია ავთიოთ სახურავი? გავხსენეთ. გადამწყვეტი მომენტი. ეხლა ნახავთ რა არის რიტუალური ხუთის შიგნით კანალიზაციის შუაგულში. შეხედეთ რამდენი რამე აქვს. ჰეი, ნახეთ ხუთის სახურავი. ღმერთო, მართალი ხარ. აქ რაღაც სიმბოლოებია დახატული. ეს ძალიან შემაშფოთებელია, ბიჭებო. მაინტერესებს რას ნიშნავს ეს? აქ არის რაღაც თის მსგავსი, ვიხაზით, ძახილის ნიშანი, ვალდო და აქვე წერია GN. კაგი, თუ ვინმეს გაქვს წარმოგენა, რას ნიშნავს ეს სიმბოლოები? კომენტარებში დამიწერეთ, იმიტომ რომ ეს ცოტა უცნაურია. შეხედეთ, რამდენი რამე აქვს. ღმერთო ჩემო, ეს უბრალოდ სამკაულია. ეს იმდენი ცხეული სამკაულია. ბიჭებო, ეს შეიძლება ყველაზე მეტი სამკაულია, რაც კი ოდესმე აღმომიჩენია ძიებისას. არ მგონია რომელიმე მათგანი ძვირად ღირებული იყოს, მაგრამ მაინც მაგარია. შეამოწმეთ ეს, აქ არის პატარა ფლაკონი, რომელშიც, არ ვიცი, აბებია? მგონი ესენი ძვირფასი ქვებია. ეს პატარა ფლაკონი სავსეა ძვირფასი ქვებით. ვეი, ჯანდაბა. ძმაო, რაღაცა მიკბინა ან მომიჭინა ან რაღაც. უი, ჯანდაბა მეთკინა. აქ რაღაც ცოცხალი ხომ არ არის, კარგად მომკიდა. რაც არ უნდა ყოფილიყო. დამნაშავე ვიპოვე, ნახე, აქ მდინარის კიბოა. როგორ მოხვედი აქ, ძმაო? შენ აქ არ უნდა იყო, მოიცადე ღმერთო, მოდი აქ. ძალიან მეთკინა. მართლა არ მინდა კიდე მომომიჭიროს. მოშორდი ჩემ საგანძურს ტყუპო. დავიჭირე. შეხედეთ ამას, ღმერთო ბიჭებო, ეს ნამდვილი კიბორჩხალა, თანაც უზარმაზარია. კარგი გაგიშვებთ პატარა კაცო. კარგი, წადი კანალიზაციაში. ბიჭებო, აქ ძალიან ბევრი რამეა. ეს რა არის? ეს ხელსახოცი ხომ არ არის? არა, ეს რაღაც ჯადოქრობის ნივთია. ეს რაღაც რიტუალური საგანია. კარგი, აქვე დაგტოვებთ. კიდევ რა არის აქ? ვაუ, შეხედეთ ამას, ეს საკმაოდ მაგარია. მაინტერესებს, ოქროსგან არის გაკეთებული. გავს პატარა, არ ვიცი, თასს ან რაღაცას. გაიხსნა. ეს რა არის? აქ შიგნით ბევრი რაღაცაა. გავს ფოთლებს ან წყალმცენარეებს ან რაღაცას. სუნი რაღაც კარგია. კიდევ ერთხელ, ალბათ ვივარაუდებ, რომ ეს რაღაც კულტის რიტუალთან არის დაკავშირებული. ასე რომ, ამას აქ დავტოვებ. ბიჭებო, შეხედეთ ამ ყველა ფიალას. აქ დაახლოებით 20-ია და ყველა სავსეა ძვირფასი ქვებით. კარგი, მოდი ერთ-ერთს გავხსნით და ვნახოთ რა არის შიგნით. როგორც ჩანს, წერია იასამნისფერი კვარცი. ბიჭებო, ჩვენ დიდრები ვართ. შეხედეთ ამას.
აქვე მუჭა ძვირფასი ქვამავს. თუ ვინმე მიცის რამდენი ღირს ეს ყველაფერი, კომენტარებში მომწერეთ, რადგან გონია რომ შეიძლება მილიონერი ვიყო. ეს შეიძლება ათასობით დოლარის ღირებულების იყოს ბიჭებო. მაშინ მეც მივიღებ ამ ყველაფრიდან რაღაცას, ხომ ასეა? რისგან რაღაცას? იმისგან რაღაცას. განძის. რომელი განძი? არანაირი განძი არ არსებობს. არასდროს ყოფილა განძი. რას ლაპარაკობ? ანუ მართლა არ აპირებ რომ რამე მომცე იმიდან. რისი? აქ არაფერია, ძმაო, ცარიელია, რას ლაპარაკობ? ღმერთო. ძმაო, ხანდახან ისე იქცევი, თითქოს გაგიჟდი. როგორც არ უნდა იყოს სამწუხარო, რომ ეს კივრი ცარიელია. მზად ვარ გავაგზელო და ვნახო კიდევ რა არის აქ ქვემოთ. ეს წყალი ისეთი ღრმაა და ბნელია, ვინ იცის კიდევ რა შეიძლება იყოს აქ. დიახ, განვაგზეს საგანძურის ძებნა, მაგრამ აშკარა ხდებოდა რომ ამ ტერიტორიაზე ყველაფერი ვიპოვე, რაც შეიძლებოდა მეპოვა, რაც ნიშნავს რომ დროავ ცადო და ზედაპირზე დავბრუნდე. მოიცადე, დაიცადე. ეს გვირაბი იყო თუ იქიდან მოვედით? კარგი, მგონი დავიკარგე ბიჭებო, მოიცადეთ, მგონი ეს გვირაბია. ჩვენ საერთოდ სწორ გვიაბში ვართ ეხლა. ეს ალბათ ნამდვილად ალბათ სწორია. ღმერთო ჩემო, აი ისიც, აი გასასვლელი. დიახ, დღის სინათლე, დიახ. ბოლოს და ბოლოს გამოვახციეთ. საკმაოდ ბევრი განძი მოვიპოვეთ და არც კი შეფწირა რომელიმე სექტამ. ეს საოცარია. რევონდენი თავგადასავალი სრულიად გიჟური იყო და ვფიქრობ სამართლიანია ვთქვათ რომ იქ ნამდვილად შეიძლება იყოს სექტა. დაგწმუნდით რომ მოიწონეთ და გამოიწერეთ ახინ. და თუ გაქვთ რაიმე გიჟური ადგილი რომელიც გინდათ რომ გამოვიკვლიო, კომენტარებში მომწერეთ, რადგან ყველა კომენტარს ვამოწმეთ. მანამდე კი შემდეგ ვიდეოში გნახავთ.